როგორ მივიღოთ თქვენი კოლეგის კრიტიკა, თუ ეს კრიტიკა მოდის თან პოტენციური დამკვეთისგან. ერთი მხრივ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ერთ წუთში შეგვიძლია შეუშვათ ეს კრიტიკა, მეორეში გამოუშვათ, იმიტომ რომ პრინციპში ეს თუ საქმეს არ აფუჭებს და შეურაცხყოფაზე არ გადადიან შენი კოლეგის, ამ შემთხვევაში პრობლემა არა, თუმცა ნეტა ეს ბრძოდა 2018 წლის ნოემბერში, როდესაც ერთ-ერთ კომპანიასთან დავიწყე მოლაპარაკება და მოლაპარაკებისას ორივე წავედით ამ შეხვედრაზე, მე და ჩემი კოლეგა. ეს არის დიდი კომპანია საკმაოდ, რომელიც ცენტრში არ არის, საკმაოდ მოშორებით არის ქალაქისგან და ბევრი ვიარეთ, ცოტა ვიარეთ. მივადექით ამ კომპანიას და დაგხვდა ადამიანი, მიგვიღო, ჩაი დაგვისცხა, ძალიან ბევრი გვესაუბრა თავის კომპანიაზე. ყველაფერი მოგვიყვა და ყველანაირად ცდილობდა, რომ დაენახებინა, რომ იქ თვითონ იყო დომინანტი, რომ ეს კომპანია იყო ის, ვისაც უნდა მომსახურებოდით და არა, თქვათ, რაღაც ლექციები, ტრენინგები ჩაგვეტარებ. და ორი თემა იყო, ერთი ჩემი მიმართულება, გაყიდვები, მოლაპარაკება, მეორე იყო მენეჯმენტის მიმართულება, ჩემი კოლეგის მიმართულება, რომელსაც მე არ ვეხები, არ ვატარებ, ვერიდები, რომ ყველაფერში ესე იგი ექსპერტის სახე მივიღო და ნამდვილად არ მინდა. და როდესაც დაუბრუნდით ამ მოლაპარაკებიდან, გაუგზავნეთ ორი შეთავაზება. ერთი იყო გაყიდვები, მოლაპარაკებები და მეორე იყო მართვა. შემომდის ზარის აღამოს. დავით, გამარჯობა ქალბატონო, ლამარამ თქვა, სახელი დავარქვა. დავით, იცით, ერთი თხოვნა მაქვს. შეგიძლიათ რომ მენეჯმენტიც თქვენ ჩაგვიტაროთ? მენეჯმენტის ტრენინგი და ცოტა დავიბენ და ქალბატონო ლამარამ, მე არ ვარ ამის სპეციალისტი. ჩემი კოლეგა, აი ვინც იყო ჩემთან ერთად, ის ჩაატარებს, ძალიან კარგი პროფესიონალია. ცოტა ხანი პაუზა. დავით, იცი, მე მგონი დიდად კომპეტენცია შეიძლება არც გქონდა და ძალიან მომწონხარ და შეგიძლიათ რომ თქვენ ჩაატაროთ ეს ტრენინგი? და მე ვეუბნები, რომ მადლობა და თან აქ ნახეთ როგორი მომენტია, ეგოზე გირტყავს, სიამოვნებს რომ შენ გააღიარა, რომ შენ კარგი ტიპი ხარ რა და ეს ცუდუნებაც არის. მაგრამ უარი განვაცხადე, თუმცა ცოდვა გამხელილი ჯობს, თუ გნებავთ ერთ თემას უბრალოდ ამ მოლაპარაკებებში ჩავდებ მეთქი, მაგრამ დანარჩენი თემები ყველა ვარიანტში ჩემო კოლეგამაც უნდა წაიკითხოს. რადგან ესეა კარგით. და დამეთიშა. კვირის ბოლოს დაგვთანხმდა პროექტზე. ჩემი კოლეგის საათების შეკვეცის ხანს. და ჩაინიშნა, გვიხარია ყველას, კარგი კომპანია, ვიწყებთ ტრენინგებს. წინა დღეს, სანამ დაიწყებოდა ტრენინგი, მომდის SMS-ი, ზარიც არა, SMS-ი. დავით, დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ. იცით, უბრალოდ ბიუჯეტი არ აღმოგვაჩნდა ამ ყველაფრისთვის და მოდით ამ ეტაპზე თავი შევიკავთ ამ ტრენინგებისთვის. როცა მე კიდე სხვა პროექტებზე უარი მქონდა ამ ყველაფრისთვის ნათქვამი. და საბოლოოდ ეს 딜ი ჩავარდა, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება და რასაც უნდა ანობ არის ის, რომ გარკვეულწილად მე გავატარე, როდესაც ჩემი კოლეგის კრიტიკას ვისმენდი. ეს არ იყო ლანძღვა, ეს არ იყო გინება, მაგრამ ხო გაგიგიათ, თქვენთან თუ ვიღაცაზე გეჭორავებიან, აუცილებლად თქვენ რო არ იქნებით ოთახში, თქვენზეც იჭორავებენ. დაახლოებით იგივე მომენტი არის ალბათ კოლეგის შემთხვევაში. ამიტომ თუ ვინმესთან პარტნიორობაში მუშაობთ, პარტნიორად მუშაობთ და ენდობით მაქსიმალურად, მისი კრიტიკა ავტომატურად იცოდეთ, რომ თქვენი კრიტიკა არის. ეს არის, რაც მინდა დაგიტოვოთ და მაქსიმალურად მოუფრთხილდეთ პირველ რიგში კოლეგებს, პროექტები, თუ ბევრს ვიშრომებთ, აუცილებლად გვექნება ცხოვრებაში. წარმატებას გესურვებთ.